მეგობრებო, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი. ნათელმხილველი ქუთაისიდან ალექსანდრე ბილიხოძე, მობძანდი ალექსანდრე. რათ ეკრანს ვხედავ, შავგრემანი ადამიანია, თეთრი არა. ექსტრასენსი ალექსანდრე ბილიხოძე არის შევთან ერთად თუშეთში, იმიტომ რომ საერთოდ სამეგობრო ყავს. ამ ადამიანმა რაც მიწინა წარმოტყველა და რაც მითხრა ჩემ შესახებ, ყველაფერი ამიხდა და მინდა კიდე ერთხელ გთხოვო, რომ აი რა მელოდება რაღაცა მოკლე მონახაზი ჩემი ცხოვრების რომ მითხრა. კი ბატონო, მან ვაფის სპონტანურად გეტყვი, რომ აუცილებლად აი რაღაცა დიდი ვალდებულება და კარგი გავალდებულება კონკრეტულად უფრო ფინანსური, რომელსაც იმაზე მალე აგვარებ ვიდრე ვარაუდობ. ბიზნესთან დაკავშირებით გექნება კიდევ მოულოდნელი განვითარება, რაც დაუგეგმავი იქნება შენი მხრიდან. კი ბატონო. აი ეს სპონტანურად ახლა რაც ინფორმაცია მომივიდა, გითხარი ეგ. კიდე პირადთან დაკავშირებით ახალი გადატანილი და დარტყმა, ასე რომ ვთქვათ, რასაც რა თქმა უნდა ახლა გარეგნულად არ იმჩნევდა არახარის ტიპი, აი დაისტრესო და რაღაცა გულწრებით აგემართოს ანუ ამ პირადთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ნეგატივს ანაცვლებს 2-3 თვის პერიოდში შენი პირადი ცხოვრების ახალი ეტაპი. ხო, და განკმაყოფილი იქნები, ჰარმონია გექნება, ოღონდ მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს ახლა არის. ანუ გავიცნობ. კი, ეს სრულ ჰარმონიაში შედიხარ და ეს იქნება შენთვის ძალიან დიდი პერიოდი იქამდე, ანუ სანამ შენ გენდონება კარგი და ბედნიერი იქნები. ანუ შენი პირადი უკვე ისეთი პერიოდი გაქვს, რომ დაიწყება დამთავრება შენი ნება იქნება და არა ბიზნესი, ხო, კი ბატონო. აი უფრო შორს რო გავიხედოთ. უფრო შორს რო გავიხედოთ, საერთოდ ჭოჭმანობ, ანუ გადახვიდი არ გადახვიდე, მაგრამ ჩემი ხედვით მე ვფიქრობ, რომ გადაცხოვრებით არ გადაცხოვრდები, ანუ სადმე რო ვიცხოვრო 2 ან მეტი წელი, ეგრე არა, მაგრამ აი რაღაც პერიოდულად ივლია აუცილებლად კიდევაც ადიხარ ახლა რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო დიდი პერიოდებით გავხვალ ხოლმე და არ გამოვრიცხავ, რომ რამე ისეთი დოკუმენტი გააკეთო, რომ შენთვის არ იქნება ანუ დროის შეზღუდვა საერთოდ ცხოვრების და ამის შემოთავაზება გექნება არაქართველისგან. კი ბატონო, უფრო ხედავ აი შეიძლება ხა გარიკვირდეს არ გქონდეს ედმაში, მაგრამ აი უფრო ფიქრობ გერმანიის მხარეს. იქიდან გექნება შემოთავაზება. ბინადრობა ალბათ, იმიტომ რომ რამდენი ხანის გენდონება, იმდენი ხანი იქნები იქ და აქ. ხო, ეხლა რაც შეეხება კარიერას, ამ ეტაპზე მე ვთვლი, რომ შენ კარიერა რა თქმა უნდა გააქვს, მაგრამ ეს ბლოგერობა თუ რაც ანუ ეს ვიდეოებს ვაკეთებ, ამას მე ვფიქრობ, რომ გვერდზე გადადებ, ან ჩააკორექტირებ უფრო სასარგებლო ბლოგერობით, უფრო სასარგებლო ვიდეოებით და ეს არ გამოვრიცხავ, რომ იყოს საქველმოქმედო მაგალითად. შეიძლება შექმნა რამე ქსელური ჯგუფი ისეთი, რომ მოიარო პირველ რიგში მთელი საქართველო. არ ვიცი რამდენად გაქვს ახლა ეს იდეაში და გეგმაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ყველგან ივლი, ყველგან თაბარი არ აქვს მნიშვნელობა და ეს იქნება შენთვის ძალიან ინოვაციური და ასე რომ ვთქვათ, ანუ მარტო ლაივებით და იმით კი არ შემოიფარგლები, დაეხმარები ადამიანებს და ამოიყვან ზედაპირზე, აი დავუშვათ, აი თუნდაც ამ სოფელს ახლა სადაც ვიმყოფებით ჩვენ ან თუნდაც სხვა მიყრუებული უხეშად რომ ვთქვათ, თუ არის რაღაც სოფლები, რომ ხშირად ტურისტები არ დადიან და ადამიანები ვერ მიუწვდებათ იქ მისვლის ასე რომ ვთქვათ ფეხი. ხო და იმაირ ადგილებში მიხვალ, რომ გააცნოთ მთელ საქართველოს, ასე რომ ვთქვათ, იმ ტერიტორიებს და ადამიანებს. და ქვემოქმედებისკენ უფრო გხედავ მე, ვიდრე ეხლა რასაც საქმიანობ.
მადლობა ძალიან დიდი. ამ შეხებიდან არ გავუშვები მე მახსოვს წინა შენი ნათქვამი რომელიც 100% არის და აუცილებლად გავითვალისწინებ. ეხლა ამ ვიდეოს კიდე ბევრი რო ნახავ, თარგმნებული ვარ ძალიან ბევრი მოგმართავს სიყვარულს რომ მითხარი რა გველოდება. კი ბატონო, სიამოვნებით. ეს არის ჩემი მოვალეობა.